თანამდებობებს დაემშვიდობდნენ სეიმის სპიკერი რადოსლავ სიკორსკი და სამი მინისტრი. საქმე ეხება ვარშავის ორ რესტორანში პოლიტიკოსების და ბიზნესმენების საუბრების აუდიო ვერსიებს. გადამდგარი მაღალჩინოსნები ჩანაწერებში მსოფლიო ლიდერებს არაკორექტულად მოიხსენიებენ. გამოძიება 2 წელია მიმდინარეობს. პოლონეთში არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება, თუმცა შექმნილი ვითარების ფონზე ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ვახშამი რესტორანში და საუბარი ბიზნესმენთან პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა. რადოსლავ სიკორსკი ეგრეთ წოდებული კასეტური სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი აღმოჩნდა. პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების პრივატული საუბარი უცნობმა პირებმა უკანონოდ ჩაიწერეს. მივიღე გადაწყვეტილება უარი თქვა სეიმის სპიკერის ფუნქციის შესრულებაზე. ვგეგმავ, რომ მომავალ არჩევნებში ჩვენი პარტიის სამოქალაქო სექტორის წარმატებებზე ვიყო ორიენტირებული, რადგან პარტიის ინტერესები პოლიტიკურ ამბიციებზე მაღალი უნდა იყოს. პოლიტიკური და პირადი ამბიციები გახდა სავარაუდოდ მინისტრის სამი სავარძელის გათავისუფლების მიზეზიც. საიდუმლო ჩანაწერების შემდეგ თანამდებობა ჯანდაცვის, სპორტისა და სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელებმა დატოვეს. პოლონელ მაღალჩინოსნებს პასუხი შესაძლოა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვისაც მოსთხოვონ. სწორედ ეს დანაშაული იკვეთება იმ სკანდალური აუდიო ჩანაწერებიდან, რომელიც პოლონურმა გამოცემამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, თუმცა ამ დროისთვის ეს მასალები ინტერნეტში დაბლოკილია. ბოლო დღეების განმავლობაში ყურადღება მიპყრობილი იყო უკანონო მოსმენების საკითხზე. ეს ნეგატიურად დაისახება სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე. ახლა ყველას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთადერთი შედეგი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2 წლიანი გამოძიებიდან მივიღეთ, გახდა ის, რომ გამოძიების მასალებმა პრესაში გაჟონა. სკანდალურმა მასალებმა მინისტრების გარდა შესაძლოა გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს. საიდუმლო ჩანაწერების გავრცელებაში პოლონეთის პოლიტიკური ელიტა თიც პროკურატურისკენ იშვერს. აღნიშნულ ვერსიას პოლონელი ბიზნესმენის ზბიგნევ სტონოგას ინტერვიუც ამყარებს. რამდენიმე დღის წინ საიდუმლო ჩანაწერები სწორედ სტონოგას ხელში მოხვდა და მისგანვე გავრცელდა. მასალებით სავსე პაკეტი უცნობმა ადამიანმა გამოგზავნა. პაკეტში წერილიც იყო, როგორც ჩანს ის კარგად ერკვევა კანონში, ის შესაძლოა სპეცსამსახურების ან პროკურატურის თანამშრომელი იყოს. რატომ და რა მიზნით იწერებოდა ათობით პოლონელი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კერძო საუბრები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტი ერთია. ქვეყნის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის მონაწილეობით საიდუმლოებით მოცული საქმე 2 წლის წინ აგორდა და საერთაშორისო სკანდალის მიზეზიც კი გახდა. რეკლამის შემდეგ კულტურის სიახლეებს გაგაცნობთ. ოლგა პეტროვას პერსონალური გამოფენა. კოკა იგნატოვი მეუბნებოდა, რომ ქართველი ხარო, მგონია, რომ ყველა მხატვარი ქართველია. თბილისი ჩემი სიყვარული. უკრაინელი მხატვრის საჩუქარი ეროვნულ მუზეუმს. ზაფხულის ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 ტეტრად. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო ინტერნეიშნალი. ტურები ეგვიპტის, დუბაისა და თურქეთის მიმართულებით საუკეთესო ფასად. იმოგზაურეთ რიკო ინტერნეიშნალთან ერთად. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი. აბარა. საქართველოს 1,500,000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას. ელექტრონული პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და თითოეული მოქალაქის ხმის დაცულობას. ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა ქვეყნის სწორად განვითარების გარანტიაა. თუ არასოდეს აგიღიათ ახალი პირადობის მოწმობა და ხართ 16 წლის ან მეტის, 20 აპრილიდან 20 ივნისამდე ისარგებლეთ აქციით, მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს და აიღეთ ახალი პირადობის მოწმობა სრულიად უფასოდ. ხელი შეუწყეთ პროგრესს, შეცვალე ძველი ახლით. სიყვარულის ფერი. ბუნების ფერი. დაპირების ფერი, ბედნიერების ფერი, თავისუფლების ფერი, ბედიკის ფერი, მაღალი ხარისხის ფერი.
არის სვიტერზე უფრო მეტია. ეს ის სურნელი და კომფორტია, რომელიც მე ძალიან მომწონს. გამოიყენეთ Lenore ქსოვილის გამაძლიერებელი. მიიღეთ გასაოცარი სურნელი და სინაზე და ის სიამოვნეთ სარეცხით, რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს მეზობლებზე. რაც მაგარ ეცხა ეს? Lenore, უფრო მეტი ვიდრე სარეცხი. ეს არის ცა, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავ. აქ იზრდება უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაო და სვია. ეს არის ჩემი ბავარია, სადაც არაერთი ლეგენდა დაბადებულა. აქ ლუდის ხარშვა მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და ჩვენ ამით ვამაყობთ. მიირთვი ლუდი კაიზერი, ცოცხალი ბავარიული ლეგენდა. Jetzt in neuem Design. Gypsy Frixi წარმოგიდგენთ. ფრიგული გართობა ნომერი 24. ქაღალდბურთი. ფრიგული თამაშების საიტზე Frix Fun G. Frixi, ვისაც უნდა თამაში. ფაფუკი ცომის დასამზადებლად ვიყენებთ მაღალი ხარისხის ფქვილსა და კარაქს, რათა ორცხობილა ისეთი გემრიელი გამოვიდეს, როგორიც ჩვენ გვიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, ვანილი უფრო გიყვართ, შოკოლადი თუ კრემ ბრიულე, რადგან რბილ და ხრაშუნა ორცხობილაში სამივე ძალიან გემრიელი. ნაყინი სენდვიჩი, სიგრილე, რომელიც გათბობს. Der Ritis und Kauschen. ველკო პოპოვიცკი კოზელი იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. Lenovo წარმოგიდგენთ ინოვაციური, წარმოუდგენლად მძლავრი smartphone P90. ძირითადი კამერა 13 მეგაპიქსელი, Full HD ეკრანი, პროცესორი Intel Atom, ბატარეის სიმძლავრე 4000 მAh. Lenovo P90. ახალი ყაზბენი ლუც მიზეზე არ სჭირდება. მე ის მიყვარს. ბევრ ამას ამარტივებს. ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის. ფასი კი იგივე დარჩა. მხოლოდ 20 ლარი. 2 გიგაბაიტი მეოთხე თაობის უსტრაფესი ინტერნეტი, ულიმიტო საუბარი და SMS-ები ყველა ქსელთან. აკრიფე ფიფკი 220 ფიფკი 20 დიეზე და დამატებით ისარგებელი WhatsApp-ით უფასოდ. მობილური ინტერნეტი არ დაიხარჯება. Beeline ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს გასართობი გადაცემების წამდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია საქართველოს ბანკის გზავნილების აქცია. მიიღეთ ან გაგზავნეთ ნებისმიერი სახის ფულადი გზავნილი სამჯერ და მიიღეთ 5 ლარის სასაუბრო დროს საჩუქრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია თოლია საოჯახო. შექმენი შენი ნაყინი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია სიახლე ნატახტარის ლიმონადისგან. გემო, რომელსაც დიდხანს ელოდით, ნაღები შოკოლადით.
ეს არის ქრონიკა 8-ზე. ციფრული თანამგზავრული ტელევიზია უშგულის ყველა ოჯახში იქნება. ზემო სვანეთის სოფელში ეს საჩუქარი მაგთიკომისგან მიიღეს. კომპანიამ ციფრულ პლატფორმაზე გადასასვლელად ყველაზე მაღალმთიანი დასახლება სრულად უზრუნველყო. ამის შემდეგ უშგულელები კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულნი აღარ იქნებიან და 20-მდე ქართულ არხს უფასოდ ნახავენ. მარიამ ქართველიშვილი და გიორგი ცხელიშვილი გიამბობენ უშგულის ციფრულ მომავალზე. ანტენა, სოფელი, კოშკები. ეს უშგულია. დასახლება ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სატელიტური თეფშები კოშკების სოფელში ჩაიტანეს და ყველაზე მაღალ ნაგებობას მიამაგრეს. ახლა უშგულში ყველა ქართულ არხს ნახავენ. არჩევანი უკვე მაყურებელზეა და არა გაუმართავ გადამცემზე. მე-12 საუკუნეში აგებული ეს შენობები და კოშკები დღეს სულ სხვა დატვირთვას იძენს. თითოეულ მათგანზე დღეს მაგთისატის გადამცემი თეფშები დგას. ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი მზად არის ციფრული მაუწყებლობა მიიღოს. აქ ხალხს ყველაზე ძალიან ჭირდება კავშირი გარესამყაროსთან და ტელევიზია დღესდღეობით არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ადამიანებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ თუ რა ხდება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. საჩუქრად გადაეცა მაგთისატის თეფში და მიმღები, ციფრული მიმღები და ეს ადამიანები ქართული არხების პაკეტს მიიღებენ სრულიად უფასოდ. We own and operate more than 50 satellites. ჩვენ ვფლობთ 50 თანამედროვე სატელიტს და ერთ-ერთი ფარავს საქართველოს მთლიან ტერიტორიას. პრობლემურ ადგილებსაც მათ შორის სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ, ვინდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ციფრული მაუწყებლობით სარგებლობა შესაძლებელია მაღალმთიან რეგიონებში. სოფელში 63 ოჯახია. ინფორმაციის წყარო ტელევიზორი იყო. ტელევიზორის წყარო კი ამინდი. ახალ ამბებს, სერიალებს, გასართობ შოუებს მხოლოდ კარგ ამინდში უყურებდნენ. შესაბამისად, იშვიათად. ახლა კოშკზე მიმაგრებულმა ანტენამ ყველაფერი შეცვალა. სკოლაში ყველა მაგაზე ლაპარაკა. რომ მაგთისატი დაგვიყენოსო, რომ უყურებ იმის მოლოდინში არ ხარ, რომ ეხა გაითიშება და ეხა არ გაითიშოს და რაღაცა და რავი, ანუ უხარიათ ყველას. ისეთი ოჯახებიც იყვნენ, რომ საერთოდ არ ქონდათ თეფშები და თუმცა ეხა აქვთ. ყველამ გამოთქვა სურვილი აბსოლუტურად ძალიან გავხარდა ოჯახებს. უფასოდ დაგვიმონტაჟდა, საკუთრებაში გადაგვეცა. მაგთისატის ანტენები დღეს სოფელში მთავარი თემაა, ვიდრე ტელევიზორში მოყოლილი მორიგი ახალი ამბავი არ გადაფარავს, რომელსაც კოშკების სოფელში ამინდის მიუხედავად მაინც ნახავენ. ხელოვნების მუზეუმი ცნობილი უკრაინელი მხატვრის მასპინძლობისთვის ემზადება. ოლგა პეტროვას ნახატების სერია და პერსონალური გამოფენა